Parlamentიდან მოთხოვნილი იყო 500 ლარის ფარგლებში თუ რა ინვენტარი ჭირდება ბიუროს რომ ფუნქციონირება ნორმალურად განახორციელოს. ამისი ჩამონათვალი გადაუგზავნეთ პარლამენტს და ალბათ შეიძენს პარლამენტი და მოგცემს ინვენტარს. ჯერ არ შეძენილა და შესაბამისად თანხმზარები დახარჯული. ტენდერები გამოცხადებულია და ერთი თვის ვადაში ყველა ბიურო მომარაგებული იქნება შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით, რომელთა განაცხადით წარმოადგენს მაჟორიტარმა დეპუტატებმა. რატო გაიწელა დროში ეს ბათუმის შემთხვევაში, როცა თებერვალში ჩვეულებრივი პროცესი, სატენდერო პროცესი იყო მთლიანად დაცული, ტენდერის პირობები ითვალისწინებს გამოცხადებას, 21-დღიან ვადას, შემდეგ 5 დღე ხელშეკრულების დადებას, მერე მიმწოდებელმა უნდა დაამზადოს თუნდაც ავეჯი, ეს 2 დღეში არ ხდება ამდენი ავეჯის დამზადება და შესაბამისად ამდენი აპარატურის მოწოდება და ეს არის ჩვეულებრივი ობიექტური მიზეზი, რაც სჭირდება ტენდერებს კანონის სრული დაცვით რომ ჩავატაროთ.